მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მოგილოცავთ 8 მარტს მანდილოსნებს განსაკუთრებით და მინდა გითხრათ, რომ დღეს დავასრულე მატრიცების განხილვა. განსაკუთრებით რამდენიმე ქალბატონს საჩუქრად გავუგზავნე მატრიცის განხილვის რამდენიმე ვერსია. ეხლა რაც შეეხება იმათ, ვინც დარჩით მატრიცის განხილვის გარეშე, მინდა გითხრათ, რომ პირადში გამომიგზავნოთ შეტყობინება. შესაძლებელია გამომრჩა თქვენი მატრიცის განხილვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ესე იგი 184 ადამიანის მიერ გამოგზავნილი მონაცემები განვიხილე და თუ კი რომელიმე ადამიანის მატრიცის განხილვა გამორჩა, პირადში მომწერეთ და განვიხილავთ თქვენსაც აუცილებლად. ასე იგი არის რამდენიმე ადამიანის მატრიცა, რომელიც უბრალოდ განვიხილე, მაგრამ ვეღარ დავუკავშირდი ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მათი სახელი ან სახელია შეცვლილი, ან მონაცემები მაქვს არასწორად ამოწერილი, იმიტომ რომ Facebook-ში ვერ ვიპოვე და არის ერთ-ერთი ქალბატონი YouTube-ზე, რომლის მატრიცაც განხილული მაქვს, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. ეს არის ქალბატონი ნანული, ჩარაული ან ჭარაული. თუ კი ქალბატონი ნანული, ჭარაული ან ჩარაული, ესე იგი ან ხარაული, არ ზუსტად არ ვიცი, ხო როგორ შეიძლება წავიკითხოთ ქართულად, ლათინურად ეწერა როგორც ჩანს. თუ კი ქალბატონი ნანული ელოდება ჩემგან მატრიცის განხილვას, დამიკავშირდეს Facebook-ზე აუცილებლად. Facebook-ის მონაცემები არის ბოქსში, info box-ში, ქვემოთ YouTube-ის ქვემოთ დაბლა ჩამოშალეთ ინფორმაციები და იქ იქნება აუცილებლად მონაცემები, როგორ დამიკავშირდეთ Facebook-ზე. სხვა შემთხვევაში მე YouTube-ზე გამოგზავნილ მონაცემებს ვერ ვუკავშირდები, იმიტომ რომ არც ტელეფონის ნომერი აქვს მითითებული ქალბატონს და არც იმეილის მისამართი. აქედან გამომდინარე, თუ კი დამიკავშირდება Facebook-ზე, მასაც განვიხილავ მის მატრიცასაც. დანარჩენი ინფორმაციები 8 მარტთან დაკავშირებით, მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ თურმე ეს 8 მარტის დღესასწაული, საერთაშორისო ქალთა დღესასწაული ყოფილა ლესბოსელ ქალებთა დღესასწაული. ხო და ასე რომ არ ვიცი, გავარკვიოთ ერთად ლესბოსელ ქალებთა დღესასწაული დარჩეს თუ უბრალოდ ქალთა დღესასწაული დარჩეს. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, მეგობრებო, და გისურვებთ ბედნიერ დღეს. ჩვენ შევხვდებით 21-დან 23 მარტამდე, თუ ვინმეს ჩემი ნახვა გსურთ, თქვენ მიხილავთ ჯვარზე, მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე და მოკლედ შევხვდებით იქ. ლაიფების ჩაწერას მე ჯერ აღარ ვაპირებ, თუმცა ამ 8 მარტთან დაკავშირებით, რომ დავასრულე მატრიცების განხილვა, მინდოდა მეთქვა თქვენთვის, შემეტყობინებინა იმისათვის, რომ თუ მელოდებიან კიდე ადამიანები, რომლის მატრიცის განხილვა გამორჩა, დამიკავშირდნენ პირადში. მატრიცის განხილვა არის აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ხოლო თქვენი ხოლო რა, არაფერი ხოლო, ყოველ შემთხვევაში მე არ განვიხილავ მატრიცას ძირეულად ამ შემთხვევაში, ამ ჩემს შემოთავაზებაში, არამედ მატრიცას განვიხილავ მხოლოდ იმ ჭრილში, გაქვთ თუ არა რჩეულთა ხაზი თქვენ გამამუშავებული. აი ამ ჭრილში განვიხილავთ და რამდენიმე რჩევასაც გაძლევთ კიდე თქვენ მატრიცასთან დაკავშირებით. თუ თქვენ უფრო ძირეულად, ანუ ძირფესვიანად გინდათ თქვენი მატრიცის განხილვა, ეს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ დროს. ამ შემთხვევაში ჩვენ დავნიშნავთ შეხვედრის დროს და გავისაუბრებთ პირველ რიგში WhatsApp-ში ან Messenger-ის მეშვეობით
და ვნახავთ თუ რა ინტერესი იქნება თქვენს მიერ და ამ ჭრილში განვიხილავთ მატრიცას. რა თქმა უნდა, ასეთი მატრიცის განხილვა უკვე იქნება ფასიანი, რადგან ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მატრიცის განხილვაც დიდ დროს მოითხოვს, მე ეს თქვენ საჩუქრად გაგიკეთეთ აბსოლუტურად ყველას, 184 ადამიანს. ხოლო ძირეული მატრიცის განხილვა იქნება ფასიანი. ასე რომ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კოცნით ბევრს თქვენი თამარი.